როგორ რაკვდება მინას ქარი როგორი მკროვა მინანქარი სულის აფთი აქ არის ის აქ არის შენ კი ცდილობ გახებას ისე და ღია კარის ეძებცაში შენში დამალულს თქვენ პოულობ ლაბირინთის დასასრულს კვეთს მარტოობის ანაგულს სიჩუმეში განაბულს ელოდები მერცხალს რომ მოგიტანს გაზაფხულს ძალიან მაგარი არის. ეხლა პირველი ნოტა რაც აიღეს Radiohead-ის მელოდია არის და რა თქმა უნდა პომპეზურობა რო არ არის ახალგაზრდების ზეიმზე, სადაც უნდა გადაეცეთ პრიზები, ეს არის ყველაზე მაგარი რაღაცა. მე ასე მგონია რა. სივრცე ზუსტად არის შერჩეული. არანაირად არ გძაბავს რა და ჩარჩოებში არ გსვავს და ეს არის ძალიან მაგარი რა. ზურამ 99 წელს დააფუძნა და ალბათ იმისთვის გააკეთა რომ დახმარებოდა ახალგაზრდებს და სამჯერ გაიცა მაშინ და თითქმის მთელი კულტურული ელიტა იმ პერიოდის მოიცვა და ყველას მიღებული აქვს ეს პრემია და 15 წელი გავიდა მას მერე და ჩვენც რაღაცნაირად შევეცადეთ პირველ რიგში რომ კონკურსში არჩევმა მეტ ადამიანს მიიღო მონაწილეობა შევეცადეთ რომ ყოლოდა ძალიან კომპეტენტური ჟიური იმიტომ რომ ჩვენ სანგირებულია რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ნდობა ამ პრემიის და შევეცადეთ რომ გაგვეცნოთ თვითონ ის ხალხი რომელიც შეირჩა და საზოგადოებისთვისაც წარგვედგინა. მე დღევანდელი დაჯილდოება სულ ესე იგი მათ მიერ არის ორგანიზებული, ისინი არიან მონაწილეები, მაქსიმალური ასაკი 30 წელია და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ მოვახერხებთ და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოინდომებს რომ მიიღოს მონაწილეობა. ვის გადაეცემა წინანდლის პრემია პოეზიაში. პოეზიაში წინანდლის პრემიის 2015 წლის ლაურეატი გახდა გიორგი კეკელიძე. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა გიორგი რიგში, ძალიან დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ეს ადმინისტრაციული საქმიანობიდან გამომდინარე, მაშინაც თქვი, როცა ფინალში გავედი, დავიწყებული მქონდა ჯერ პოეტი თუ ვიყავი და მე ახალგაზრდა მით უმეტეს და ძალიან დიდი მადლობა ამ პრემიას, რომ ეს შემახსენა. პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ასევე ქალბატონ ნინო ჟვანიას, რომელმაც აღადგინა ეს პრემია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და ცხადია ბატონ ზურაბ ჟვანიას, რომელმაც დააბუძნა თავის დროზე და ძალიან დიდი მადლობა ჩემს წყალებში კონკურენტებს და მეგობრებს ლია ლიკოკელს და სალომე ბენიძეს, რომელიც ქმნიან თანამედროვე ქართულ პოეზიას. ძალიან დიდი მადლობა და ყველას წარმატებას გისურვებთ. უღრმეს მადლობა. პროზაში წინანდლის პრემიის 2015 წლის ლაურეატი გახდა ანინა ტეპნაძე. არც მჯერა რომ ამ ხელა აუდიტორიის წინა შევაპარაკო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ თქვენგანს რომ მოხვედით აქ. ყველას ვინც ჩემი წიგნი იყიდა, ბაკურ სულაკაურს რომელმაც აღმომაჩინა, ჩემს დას რომელმაც მომცა იმის мотиваცია რომ მეწერა და მინდა გთხოვოთ ყველას რომ მიყავით გამბედავები, იმიტომ რომ არ მჯეროდა, მაგრამ ოცნებები ხდება. ჩვენ სწორედ აი ამ ტიპის, ამ თანამედროვე ხელოვნებას ვხედავთ, რომელიც ეხმიანება თანამედროვე დროს, თანამედროვე ქართულ დროს და აღწერს იმას, იმ მანკიერ მხარეს გვიჩვენებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აქვს და იმ დადებითსაც ასევე რასაკვირველია. მუსიკაში წინანდლის პრემია 2015 წლის ლაურეატი, პრემიის 2015 წლის ლაურეატი გახდა გიორგი ჯანიაშვილი.
შესანიშნავ მუსიკოს ჯემალ თავაძეს, რომელმაც შეასრულა ეს ნაწარმოები, დიდი შრომა გაწია ამაში. ყველა ამ ივენტის მომწყობს, ალბათ მინო ჟვანიას, ატა სიკოლიეს და ასე შემდეგ. ყველას დიდი მადლობა. აპლოდს. კარგი მშვიდობა. მივიხედე ბუზისტოლად რაღაც მოჩანს. დედა ჩემი იქნება კუდიანი და ღორად ქცეულ მამაჩემზე ამხედრებული. ვესროლეთ მას შეცნული სავარცხელი. სუროხშირი ტყე გაჩნდა. მივიხედე ბუზისტოლად რაღაც მოჩანს. ჩემს დაძმას გავს, ოღონდ მტრების ჯარად ქცეულს. ვესროლე სალესი ქვა, სალი კლდე გაჩნდა. მივიხედე ბუზისტოლად რაღაც მოჩანს. ქალია შიშველი და სახემრუში. ვესროლე ჩემი სხეული და სამი ძე და სამი ასული გაჩნდა. მივიხედე ბუზისტოლად რაღაც მოჩანს. ვესროლე ჩემი სული და სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთად გაჩნდა. მივიხედე ბუზისტოლად რაღაც მოჩანს. არც არა მქონდა რომ მესროლა. დავჯექი და დაველოდე. მოფრინდა ბუზი და გაფრინდა. მაშინ ვიფიქრე, ეგებ ყველა ბუზი იყო. გამეღიმა და გავქრი.